როგორც ვიცით, ქართველები მოდაშიც წარმატებულები აღმოჩნდით, ხო? ბოლო-ბოლო აგერ დემნა გვასალია ყავს. კაცი ვარსკვლავებს ხსნის. კაცი იმდენი დასაცმელი ქონია, რომ ცოტა ხან შეიძლება დემნა second hand გაიხსნას. იაკეთებს, ეგეთ ნიჭიერ ტიპი ლილოს ჩანთებს კიდის წარმოიგნე, FOE მილიონერებს. ხო და მოდაშიც საინტერესო ხალხი აღმოჩნდით. მე პრინციპში მოდის ამბავს რომ უყურებ როგორ გაჩნდა ჩვენთან მოდა ბევრი მოდური რაღაცა გვაქვს აი ბევრმა რაღაცამ ჩაიარა და ბევრი ისეთი რაღაც გვეცვა რომელიც შეიძლება აღარ გვახსოვდეს ან დღესაც გვაცვია და არ ვაფასებთ ან შეიძლება ერთ დღესაც აღმოჩნდა აი როგორც დემნა გვასალიამ გაყიდა სერიოზულ ფასში ხო რაღაც ლილოს ჩანდება. რა გახსენდებათ მაგალითად აი ერთი 20-30 წლის უკან ან ახლა რაც მოდაში იყო და ეხლა აღარ ვიცვავთ. აი როგორიც იყო მაგალითად პლასმასის ქოშები გახსოვთ აბაზანის 2002 წელს. უცნაური რა ისინი ზმა. აი ტელეგრეიკა მაგალითად გახსოვთ? კი მოდური იყო. დუბლიონკა გახსოვთ ხო ეგეთი რაღაცები? ესპადრელები ჯექსონები გახსოვთ? აი რა გახსენდებათ კიდე ეგეთი? პირამიდებიც იყო. პირამიდა ჯინსები, კი ბატონო. ინსპექტორები, კი, შლაქსები, კი ბატონო. კიდე რა იყო? ისინი ბანანი ჯინსები, რაც გამომდი. ვილვეტები, სქელი ვილვეტები, კი ბატონო. ვარიონკა ჯინსები, კი ბატონო, თურქეთიდან ჩამოტანილი. კი ბატონო. კიდე რა გახსოვს? ის გახსოვთ, რა ქვია? რომელი? მანტო, კი ბატონო, მანტო. მანტო ის იყო, ხო, მოკლე პალტო. ან ბიზნესმენების იყო გრძელი და მოკლე ისა. ან დამწყები ბიზნესმენების იყო მანტო. პალტო უკვე შემდგარი. კი ბატონო. კიდე რა გახსოვს ჩასმის ამბავში? რასაც აღარ ვიცვალ. აი ძალიან რო გეგოიმება ახლა, მაგრამ გვეცვა რა. პლატფორმები, კი ბატონო. კარაკულის შუბა. ხო, კი, კარაკულის შუბა. ირმებიანი სვიტრი. იგი წაგერეს. ბოის, კი ბატონო. Yes no მაისური, მოკლე. ეგეც იყო. ქალები მახსოვს თმას იღებავდნენ, რაღაცა ხნა ერქვა, ეგეთი ისიც იყო. ხო? ერევნის ხსნარი მახსოვს კიდე. მათეთრებელი. არის ეხლაც? ვა, ეს იგი ბესტსელერია, რა. რისთვის არის? ათეთრებს თეთრეულს? აფუჭებს. კი ბატონო, ხო. კიდე რა არის? აი ესეთი რასაც აღარ ვიცოთ. რომ გვეცვა და ის შუბა? ჩუსტები? თლიანი ჩუსტები, პლასმასის. ეგ წეღანდა, ვიეტნამ რო ეწერა წინ. ეგა. კი ბატონო. ისმოდა წინდებზე სანდლები ზაფხულის. ეგ რაღაც ასაკოვან კაცებს კი ბატონო. ყველგან უკან ყველა დიზაინერების ხეთარ. ხო თუ გერიდებათ აღიარება იმის. გასაგებია, კი ბატონო. ხო, კარგით, მოკლედ მე ჩემებური კვლევა ჩავატარე, მივიხოთ იმისა, რომ ძალიან რთულია. სულ იცვლება მოდა, მაგალითად ამაცია ნანულის ხალათს ვეძებდი ბაზრობაზე, მართლა გავედამჭირდა და აღარ შემოდის. კონკრეტულად ეს მე წითელი, თეთრი გულებით, აღარ არისო. მე რაღაცა მასალა შევაგროვე, მოკლედ და მუსიკალურად მინდა გავიხსენოთ ერთად ქართული მოდა ზოგადად. საიდან დავიწყეთ, საით წავედით და რა გვეცვა და აღარი კიდე სახელები მოგვიფიქრებია ჩვენ თვითონ ისეთი, რომელიც არაბრენდულია, მაგრამ აი ქართულად რა, როგორც ჩვენ რო ვარქვით ხოლმე რაღაც სახელებს. ეგეთიც გვაქვს ბევრი და მოკლედ თქვენთან ერთად მინდა გავიხსენო ქართული მოდის ამბავი. კაცო, ბოლო პერიოდში კაცო, სულ ეს რაღაცა შუბზე ოფლი მასხავს ხოლმე და კაცებს მინდა გითხოთ ეს ასაკის კრიზისი რომელ რა პერიოდში იწყება, რამდენი რა 44-ის ვარ და პიჯაკის ბრალი რა? ხომ შუბზე რატომ ცხელა? ზოგადად. ხო, რა იმიტომ რომ ჯაჯღანი არ დამიწყია, მაგასახში კაცები იწყებენ ხოლმე ჯაჯღანს. ხო, აი ეს ამბა, ჯაჯღანი და არა ვარ ჯაჯღანი. ესე იგი ყველაფერი კარგად ამაქვს. არ დავხარჯოთ ღვიძლ ექიმში. მადლობთ, თქვენ ძალიან დამეხმარეთ. ნახევარი ჭიქა თქვენ.
კი, გეკუთვნით. კაი, მოკლედ გავიხსენოთ ქართული მოდა, აბა. დრო იყოფს სვეტს გავხდი ბოლო მოდაზე მეცვა ტრენდული მარიაჟის გვირგვინი გადმომეცა ქალაქში რომ იკითხო ტენდენციებს მევქმნიდი პირადში მირეკავდა კარლიტო ლაგერფილდი სადაც კი ფეხი შევძგი ყველამ გამიღო გარი ზმანებში ჩავათხლიშე $1,300,000 არაფერს არ ვიკლებდი მე ყველა ბრენდი მეცვა ის ბრეის ჯემპრიც მოისინჯე მამი და ჩემმა შემცა პიცა სპორტულები კოსტუმის ლიპები მაღალი ბუგები აჟური ჩულქები კაპკაპა შარვალი და სალამანდრები ლაიკის პლაში და ნეძელია ტრუსები თუთის ჟილეტი ეზოს ჩუსტები და აბადოკი და ბებოს ბუგები ძმაკაცის ახლობლის და მილანში გაგვითხოვდა ამისთვის ქირურგებთან კაი ხანს შალი ჩობდა ამდენი ზმანებისგან კარადა ჩამოიქცა ქორწილში დაამპატიჟეს მითხარით რა ჩავიცვა დუბლიონ კაროლინგი და პოლსაპოშკები ზაფხულის ტაპკები კენგოლის შლაქსები დუდის პარაშუტი მაღლებზე პროპკები სალესი დემნები და ყაზაჩოკები მამის ფოხანა და ნაიკის კალოში ვარიონკა ჯინსები ანგორა სვიტრები შევადნაძეები თუკიტოვანები თეთრი ბესელკები დინარაძეები ანკალაძეები ანსურამლბი თევზის შლოპანცები ფუთები ლუქებით ქუსლები ჩლიქებზე აუთფიტები წეილ რეპლიკები იმენა ზომაზე რომ მიდის აიმენა ეგენი da da da